მთავრობის კანცელარიასთან აქცია დაახლოებით 2 საათია, რაც მიმდინარეობს. ახალგაზრდები და საზოგადოების წარმომადგენლები აქ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან მოვიდნენ. მათ მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირები შეძახილებით და მოწოდებებით გამოიარეს. მთავრობის კანცელარიასთან კი კიდევ ერთხელ გაიმეორეს თავისი მოთხოვნები და პროტესტის ნიშნად დაწესებულების ღია კარში ცოცხი შეაგდეს. მე როგორც ყოფილი პატიმარი და პოლიტპატიმარი ძალიან დიდ თანაგზნობას უცხადებ ჩვენ პატიმრებს, რომლებიც ამდენი ხანია აი ესეთ ჯოჯოხეთურ პირობებში არიან. ის რაც ჩვენ ვიხილეთ ტელევიზიით და რამაც ყველა შეძრა ნამდვილად, აი საშინელი ზემოქმედება გამოიწვია. ეს უბრალოდ ნახა ჩვენ მას, თორე ეს დიდი ხანია ხდებოდა. ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არ იყო გუშინდელი მარტო ფაქტები, ეს წლებია უკვე ეს ყველაფერი ჩვენ გვესმოდა ამის შესახებ და ეს უბრალოდ ამის გამოაშკარება მოხდა. საერთოდ ყველაზე მეტად რაც ჩვენ დავინახეთ და სწორედ ეს უნდა დაამთავრდეს 1 ოქტომბერს. მხოლოდ გათავისუფლება კალმახიძის, ანუ მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არ არის საკმარისი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია კალმახიძემ დაიწყოს თანამშრომლობა გამოძიებასთან, საიმისოდ რომ გამოვლინდეს ყველა პირი, რომელიც ამ დანაშაულში იყო ჩართული, როგორც დამგეგმავი, ისე შემკვეთი, ისე აღმასრულებელი, რომ შეიქმნას პრეცედენტი დანაშაულში მონაწილე ადამიანების დასჯისა, იმისთვის რომ არც ერთი ხელისუფლების, არც ერთი ხელმძღვანელი პირების, ასე ვთქვათ, არსებობის პირობებში აღარ გამეორდეს ასეთი და ამასთან მიახლოებული დანაშაული ჩვენს ქვეყანაში.